Poco X7 და X7 Pro უახლესი smartphone-ებია Poco-სგან, ორივე საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ რა თქმა უნდა განსხვავება მათ შორის გვაქვს და დღეს მოდი გავარკვიოთ, რამდენად ღირს სტანდარტული ვერსიის ყიდვა და რამდენად უფრო მეტად Pro არის Pro ვერსია. მოდი რა თქმა უნდა დიზაინით დავიწყოთ ჯერ განხილვა და დიზაინის ნაწილში ცოტა არ იყოს და მეუცნაურა Poco-ს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს არის Pro ვერსია, ეს არის სტანდარტული ვერსია და არ ვიცი ალბათ თქვენც ხედავთ, მაგრამ რეალურად რო უყურებ ამ ორივე smartphones, თითქოს და არა Pro ვერსია უფრო მეტად ძვირადღირებულად გამოიყურება და უფრო მეტად Pro ვერსიაა, ვიდრე Pro ვერსია. ეს რაღაცნაირად აი ბიუჯეტური smartphone-ის შთაბეჭდილებას ტოვებს ჯერ მარტო ვიზუალურად და ხელში ზუსტად იგივენაირად იგრძნობა. ალბათ მაინც იმიტომ რომ აწყობის მხრივ ზუსტად ისეთი დიზაინი აქვს და ისეთი აწყობის ხარისხი, როგორც პრინციპში სხვადასხვა ბიუჯეტურ smartphones და არა Pro ვერსიას ისეთი დიზაინი აქვს, როგორც მაგალითად აი საშუალო ბიუჯეტურ smartphones, შედარებით ისეთ ფლაგმანის ცოტა ისეთ შეფსბუქებულ ვერსიას და ამიტომაც მგონია რომ პირიქით უნდა ყოფილიყო მათი დიზაინები, მაგრამ ოკეი, რაც არის ეგ არის. სხვა შემთხვევაში კიდე აწყობის ხარისხი ორივე პლასმასისგან არის დამზადებული, კანტებიც ორივეზე პლასმასი გვაქვს. უბრალოდ X7 არის როგორც ხედავთ უკან ვეგანურ ტყავში გამოწყობილი. ხო, ცოტა უცნაური ვიზუალი აქვს, სხვა შემთხვევაში შეიძლება ეს ლამაზია, მაგრამ აი ამ ხელა Poco-ს წარწერა რო აქვს უკანა მხარეზე, საერთოდ არ მომწონს და კაი იქნებოდა ამის გარეშე რო ყოფილიყო, მაგრამ ოკეი, რაც არის, ისე და ისე ეგ არის. ასევე დაცვას რაც შეეხება, ორივეზე გვაქვს IP68 დაცვა, ამიტომაც რო რამე წყალში მოთავსება, ამეთი არ უნდა შეგვეშინდეს. Poco ეგრე იძახის და სერტიფიკაცია აქვს. შემდეგ გადავდივართ წინა პანელზე, სადაც ალბათ უკვე შეამჩნევდით, რომ ორივეზე პრინციპში idენტური ეკრანი გვაქვს, 6.67 ინჩიანი ეკრანია. უბრალოდ ერთი არის ბრტყელი, მეორე არის მორკალული. ხო, ის და ისე არა Pro ვერსია არის მორკალული, უფრო ძვირადღირებულად რომელიც გამოიყურება და Pro ვერსია კიდე არის ბრტყელი ეკრანით. ამ შემთხვევაში ეკრანები idენტურია, სხვა მხრივ, ანუ ორივეზე გვაქვს 120 Hz, ორივეზე AMOLED პანელი გვაქვს, 1.5K გვაქვს გაფართოება და ორივე საკმაოდ კაი კონტრასტით გამოირჩევა. უბრალოდ განათების სიკაშკაშეში გვაქვს სხვაობა და 3200-ის წინააღმდეგ გვაქვს ამ შემთხვევაში, მაგრამ გარეთ როცა ხართ, რეალურად ეს 200 ნიტი ფაქტობრივად არაფერს არ ნიშნავს და ორივეზე ყველაფერი ძალიან გარჩევადია, მზეზე ყველაფერი ჩანს. ამიტომაც ეკრანების კუთხით ორივეზე მშვიდობა გვაქვს და ორივეს ერთნაირი ეკრანი აქვს. და ელემენტის ნაწილში კიდე 6000 mAh-იანი ელემენტი გვაქვს Pro ვერსიაში და სტანდარტულ ვერსიაში გვაქვს 5110 mAh-იანი და სიმართლე რო გითხრათ, არა აქვს მნიშვნელობა ამ ხელა სხვაობა რო არის ციფრებში, იმიტომ რომ ორივე მუშაობს დაახლოებით 1 დღე. ანუ screen on time-ს რო შევხედოთ, ორივეზე გვექნება დაახლოებით 6-დან 7 საათამდე, რაც პრინციპში კაი შედეგია, რა თქმა უნდა, მაგრამ თითქოს და 6000 mAh-იანი ელემენტისგან უფრო მეტი გინდა და გინდა რომ მაგალითისთვის 9 კონდეს screen on time-ი, ან შეიძლება 10, რატომაც არა, მაგრამ ოკეი, ესეთი შედეგები გვაქვს და დაწენოს რაც შეეხება 45 ვატით იმუხტება არა Pro ვერსია და 90 ვატით იმუხტება Pro ვერსია. ამ შემთხვევაში სხვაობა პატარა გვაქვს, რა თქმა უნდა და უფრო სწრაფად იწტენება Pro ვერსია. და შემდეგ გადავიდეთ უკვე ჩიპსეტებზე, სადაც ასევე საკმაოდ დიდი განსხვავებაა ჩემი აზრით, იმიტომ რომ წარმადობაში აშკარად იგრძნობა, რომ Pro ვერსია ბევრად Pro ვერსიაა. ორივე მუშაობს, რა თქმა უნდა, MediaTek-ის ჩიპსეტზე, ორივეზე გვაქვს Dimensity, უბრალოდ 7300 Ultra და 8400 Ultra გვაქვს ამ smartphone-ებზე. 7300 Ultra ზოგადად ნორმალური ჩიპსეტია, რომელიც ყოველდღიურობაში ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ გეიმინგით უჭირდებათ აქტიური, მაგ შემთხვევაში ნამდვილად არ გამოგადგებათ, თან გაგრილების ნაწილში ისეთი კაი გაგრილება არ აქვს და ამიტომაც ცოტა ხანში სროთვალს იწყებს. ამ შემთხვევაში, ანუ Pro ვერსიის შემთხვევაში გვაქვს ბევრად უფრო მძლავრი ჩიპსეტი და რაღაც მომენტში ფლაგმანის smartphone-ის წარმადობა გვაქვს. ანუ ყოველდღიურობაში ხო ძალიან მაგრად მუშაობს, მაგრამ გეიმინგით უკვე ინტერესებს, მაგ შემთხვევაში გაგრილებაც ბევრად კაი აქვს და არანაირად არ იგრძნობა, რომ დაახლოებით 1 საათი, საათნახევრიანი გეიმინგის მერე წარმადობა ეცემა. ყველაფერი ძალიან სტაბილურად არის, მძიმე თამაშების გაკაჩვა ძალიან თამამად შეუძლია, ამიტომაც თუ პრიორიტეტი გაქვთ ამ smartphone-ები და გეიმინგი, მაგ შემთხვევაში Pro ვერსია გჭირდებათ. ანუ რეალურად ყოველდღე რო იყენებ smartphone-ებს, კი თითქოს ერთი და იგივეა, მაგრამ რაღაც მომენტში რო დაგჭირდეს უფრო მეტი Pro ვერსია ისე და ისე რაღაც მომენტში ფლაგმანის smartphone-ის წარმადობასაც გვაძლევს. ესე. ასევე წარმადობაზე გეტყვით, რომ ზოგადად უფრო სწრაფი მეხსიერება UFS 4-დან 0 აქვს და LPDDR5X აქვს Pro ვერსიას. ამ შემთხვევაში LPDDR4X-ია და UFS 2 და 2-ია ამის სიჩქარე. ხო, აი ესეთი სხვაობა გვაქვს ამ ემზე, ისე Pro ვერსია, უფრო Pro ვერსიაა. კაი, გადავიდეთ კამერებზე, სადაც გვაქვს ცოტა უცნაური სიტუაცია, იმიტომ რომ არა Pro ვერსიას აქვს 3 კამერა და Pro ვერსიას 2 კამერა აქვს. თითქოს და, მაგრამ რეალურად რო ვთქვათ, 2 კამერა გამოგდის ორივეზე და ერთნაირი კამერებია. გვაქვს 50 მეგაპიქსელიანი მთავარი სენსორი, 8 მეგაპიქსელიანი ultra-wide გვაქვს ორივეზე და მესამე კამერა არის 2 მეგაპიქსელიანი მაკრო სენსორი არა Pro ვერსიაში, რომელიც რომც არ მოეთავსებინათ არაფერი არ მოხდებოდა, მაგრამ ნუ ალბათ ვიზუალურად ესე უფრო კარგია და
მაგიტომაც დატოვეს. მოკლედ, ფოტოების ნაწილში ისე ისევ ერთი და იგივე სენსორი აყენია ორივეზე, მაგრამ დამუშავება გვაქვს ორი სხვადასხვანაირი და ფოტოები გვერდ-გვერდ რო დავსვათ, მე მგონი ხედავთ, რომ პროვერსიის ფოტოები უფრო მეტად სასიამოვნოა, უფრო კაი HDR-ი გვაქვს, ფერები უფრო სასიამოვნოა რეალურად და უფრო სწორი ფერებია ჩემი აზრით და არაპროვერსია ცოტათი რაც არ უნდა იყოს ჩამორჩება. ხო, ნუ ლოგიკურია რა თქმა უნდა, რომ პროცესინგი მაინც ცოტათი უფრო სხვა იქნება პროვერსიას, რადგან პროვერსიაა ისე და ისევ. მოკლედ, ხო, ყოველდღიურობაში ფოტოები ნორმალურია ორივეზე, მაგრამ პროვერსიის ისე და ისევ ჯობია. მოკლედ, მეტი რაღა დარჩა ამ smartphone-ებზე არ ვიცი, ერთს კიდე გეტყვით იმას, რომ Android 14-ზე მუშაობს არაპროვერსია და Android 15-ზე მუშაობს პროვერსია. ჯერჯერობით არ მოსულა ამაზე update-ი არ ვიცი, მაგრამ უცოტა უცნაურია 5-დანვე რო სხვადასხვა Android-ებზე მუშაობენ. ყოველ შემთხვევაში ინტერფეისი ორივეზე თითქმის ერთი და იგივეა, ძალიან პატარა სხვაობა გვაქვს და AI-ის ფუნქციები გვაქვს რაღაცეები დამატებული პროვერსიაში, მაგრამ Gemini თუ გვაინტერესებს მაგ შემთხვევაში ორივეზე გვაქვს, რა თქმა უნდა. ხო, მოკლედ, საბოლოო ჯამში, ხო, სტერეოსპიკერები გვაქვს და ორივეზე და ეკრანის ქვეშ გვაქვს ანაბეჭდი სენსორი, ორივეზე და ეგენი ერთნაირად მუშაობენ. ხო, და საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა იყოს, არაპროვერსიას რო შევალოთ თვალი, ესე ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურება და ნამდვილად ბევრად ზურადღირებული ტიპია, ვიდრე ღირს და რაღაც მომენტში გრძნობ ხელში რო გიჭირავს, რო თითქოს აი რაღაცა ესე 1800 ლარი მაინც გაქვს ტელეფონში გადახდილი, ეგეთ შეგრძნებებს ტოვებს. მაგრამ გვაქვს ძალიან კაი ეკრანი, გვაქვს ყოველდღიურობისთვის ნორმალური წარმადობა და კაი წარმადობა, მაგრამ გეიმინგზე გვაქვს ნორმალური წარმადობა. კამერებსაც არ აუშავს, მაგრამ პროვერსია, რა თქმა უნდა, უფრო მეტად პროვერსიაა, გარდა ვიზუალური მხრისა. გვაქვს კაი კამერები, გვაქვს ძალიან კაი ელემენტი, გვაქვს პრინციპში კაი ეკრანი და ძალიან მაგარი წარმადობა გვაქვს ამ smartphone-ზე. დაწერეთ თქვენ რაც ფიქრობთ ახალ Poco-ებზე, X7 და X7 Pro იყო და დაგემშვიდობებით და ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დახამს.